ეპიცენტრში მსჯელობა არ დასრულებულა განსახილველი თემა შესვლა არ შესვლა პარლამენტში როგორც ცნობილია პროცესებს ქუჩაში გადატანის მომხრეოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია და მის პარტიაში მისი დასაყრდენი უფრო ძველი ნაწილი პარლამენტში შესვლის მომხრე კი ახალი სიითის შემადგენლობა მათ ლიდერად გიგა ბოკერია მოიაზრება კამათი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის მიდიის Facebook-ში სოციალურ ქსელებში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კი ღიად გამოთქვა იმედი რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ეს მეორე პოზიცია აღმოჩნდება უფრო მისაღები დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილმა ცოტა შეარბილა პოზიცია და თქვა რომ არჩევანი ამ თვალსაზრისით იმ deputatებზეა რომლებიც იმ მოქალაქეებს იმ წარმომადგენლებზე იქნება ნაციონალური მოძრაობის რომლებიც მოხვდებიან უნდა მოხვდნენ პარლამენტში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე კომენტარი მე არად მჯერა და მწავს რომ სწორედ ამ უმძიმეს ვითარებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართული ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ. მე მათგან ველოდები, რომ სიტუაციას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით და როდესაც დრო მოვა დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს. იმედი გვაქვს, რომ მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ ტურში მოიქცნენ. კეთა ციცქიშვილი მორიგეობს დღეს მთელი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან. ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება რა ეტაპზეა კონსულტაცია შიდა პარტიულ რეჟიმში. კეთა გისმენთ. დიახ, დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო ნაციონალური მოძრაობის ძველ ოფისში პარტიის პოლიცაბჭო. პოლიცაბჭოზე უნდა განიხილონ საკითხი და გადაწყვიტონ შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არჩევნებში მოპოვებული მანდატებით და ასევე მიიღებენ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას ამ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები. პარტიაში აზრი უკვე ორად იყოფა, პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს მედიასთან იმას, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში და როგორც საკანონმდებლო ორგანოდან, ასევე გარე ძალების მეშვეობით გააგრძელონ მათ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ივანიშვილს ჩემის ნებით არ დაუთმო ხარიფას. ორმილები იყოს ისევ თუ არა საკუთარ აუცილებელია ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია რომ შევიდეთ პარლამენტში და ასევე მეორე ტურში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისათვის რომ ჩვენ გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა გამოვიყენოთ ამისათვის ყველა შესაძლო პოლიტიკური ბრძოლის ხერხი მათ შორის რა თქმა უნდა საპარლამენტო ტრიბუნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ პარლამენტში შევიდეთ და ყველა გზით შევებრძოლოთ იმას რომ არაფორმალურ მართლობას არ დაემატოს კიდე დიქტატი ამ ხელისუფლების აუცილებელია მეორე ტურებში ბოლომდე ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პოლიტიკური ფორმით. თანაგუნდელებისგან განსხვავებული აზრი აქვს მაგალითად აკაკი მინაშვილს და ასევე ნუგზარ ციკლაურს, რომ ამ ორმა ადამიანმა უკვე ტელეკამერებთან ღიად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება. მათი მოსაზრება ემთხვევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, როგორც ნაციონალური მოძრაობის ეს ორი წევრი განმარტავს პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში და შესაბამისად არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. უნდა შევიდეთ პარლამენტში, იმიტომ რომ უფრო მეტი აქტუალიზება მოხდება იმ დარღვევებზე, რომელიც იყო და მათ შორის იმ ზოგადად დემოკრატიის უკუსვლაზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. რამოდენიმე თვეა, დაახლოებით 5-6 თვეა ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტი გახსოვთ კორცხელში თავდასხმის გამო. და მიუხედავად ამისა, პარტია იყო ძალიან აქტიური იყენებდა იმ პოლიტიკურ მექანიზმებს და ბერკეტებს ამ თვეების განმავლობაში და პრაქტიკულად არავის არ უგზნია, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილის პარტია დღეს საქართველოს პარლამენტი არის მხოლოდ ერთპარტიული, არამედ არის ერთპიროვნული, ერთი ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ ვითომს და მთელ საზოგადოებას. ის უნდა დარჩეს მარტო, როგორც ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმები, როგორც ჩინეთის რეჟიმი, როგორც საბჭოთა კავშირი. არავითარი აზრი მეორე ტურებში მონაწილეობას არ აქვს.
როგორც გითხარით, ნაციონალური მოძრაობის ძველ ოფისში დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყეს შეკრება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. როგორც გითხარით და როგორც მოისმინეთ იმ პოლიტიკოსებმა, ღია დააფიქსირეს მედიასთან საკუთარი აზრი, თუმცა აქ არიან პოლიცაბჭოს ძალიან ბევრი წარმომადგენლები და ისინი ღიად საკუთარ პოზიციას არ ამბობენ და როგორც ჩვენ გვეუბნებიან, პოლიცაბჭოს დასრულების და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკვე გაახმოვანებენ იმ აზრს, რომელიც მათ გააჩნიათ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ქეთა ციცქიშვილს, პირველი საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტს, რომელიც სავარაუდოდ ჩაგვერთვება თუ კი სიახლე იქნება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გია ვოლსკი, რუიანის პირველი სტუმარი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი.